გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მღრიე წყალი ბოლოს და ბოლოს იწმინდება. საბოლოოდ იმარჯვებს იდეა და იდეალისტი ხალხი და არა ინტერესები, ფული და კუტოკები. დიახ, მეგობრებო, ეს სიბრძნე მე ამოვიკითხე არა პლატონისა და არისტოტელეს შრომებში, არა დანტესა და რუსთაველის შედევრებში, არა ლენინისა და კაუტსკის მიმოწერაში. არა, ეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი ეპისტოლარული შედევრია კაცობრიობისადმი და კაცობრიობა კვლავ აღთფოვანებაში გაირინდა. შეიძლება მიფიქრია, ამ ბუმბერას პატიმარს როგორ უნდა მივაწვდინოთ ერმა და ბერმა მადლობის ხმა იმ ბედნიერი წლების გამო, რომლებიც მან თავისი მეფობის დროს გაგვატარებინა, ხო და მომივიდა სრულიად გენიალური იდეა. მახსოვს ერთი საბავშვო მოთხრობა, რომელშიც ეწერა, რომ როდესაც ლენინი მოკვდა, მისი დაკრძალვის დროს მთელი მსოფლიოს პროლეტარიატმა 5 წუთიანი გაფიცვა გამოაცხადა და მუშაობა შეწყვიტა ლენინის ხსოვნის პატივსაცემად. არ მახსოვს ვისი მოთხრობა იყო, სრული სისულელე, რასაკვირველია, მაგრამ მაშინ მე პატარა ბავშვს ამისი მჯეროდა. გასაკვირი არც არის, ირგვლივ იმ პერიოდში 60-იან წლებში, ანუ იმ პრეისტორიულ ეპოქაში მე რომ პატარა ვიყავი, ჩემ გარშემო ლენინი და მხოლოდ ლენინი იყო. ისიც მახსოვს 1970 წელს ლენინის 100 წლის თავი მთელმა საბჭოთა კავშირმა რომ აღნიშნა. სკოლაში დასვენების დღე გქონდა და ამიტომ ძალიან დააფასე ლენინი. მეგონა რომ ყოველ წელს 22 აპრილს დასვენება გვექნებოდა, მაგრამ შემდეგ წელს სამწუხაროდ კოვზი ნაცარში ჩამივარდა. მაშინ მართლა მეგონა რომ ლენინმა შექმნა ყველაფერი რაც ჩემ გარშემო იყო და მსოფლიოს ის 5 წუთიანი გაჩერებაც მართლა მეგონა. მე გავიგე რომ მთელი მსოფლიო არა, მაგრამ საბჭოთა კავშირში იმ დღეს 1924 წლის 27 იანვარს 16 საათსა და 00 წუთზე მოსკოვის დროით მთელი ქვეყანა მართლა 5 წუთით გაჩერდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მანქანები, მატარებლები 5 წუთის განმავლობაში ხმოვან სიგნალს გამოსცემდნენ წუხილის ნიშნად. რატომ გამახსენდა ეს ამბავი? იმიტომ რომ ადამიანს პატივი უნდა სცეს, სანამ ის სოცხალი და ჯანღონით სავსეა, რათა ასია მოუნო. ლენინის სიცოცხლეში რომ მომხდარიყო ამდაგვარი кейსი, ხომ გაუხარდებოდა იმ უკვდავს. ამიტომ მაქვს ნაცებთან შეთავაზება, რომ იქნებ ერთ ჩვენიერ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 წუთიანი პატივით რომ გაამხნევონ მიშა. ხომ ეს სიამოვნება ბელაც, არა? სიგნალებით, ვუვუზელებით, საყვირებით, სასტვენებით, ყეფითა და წივილკივილით გააგონონ, რომ ისინი მასთან არიან, დიახ, სულიერად მასთან ერთად არიან. მე გამიხარდებოდა ფიზიკურადაც მასთან ერთად რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ არ არის სრულყოფილება დედამიწაზე. ჯერჯერობით არ არის, მეგობრებო. უბრუნდები მიშას ტექსტს. ის რომ მღრიე წყალი ბოლოს და ბოლოს იწმინდება, ეს ბუნების კანონია და რას გულისხმობს ამ შემთხვევაში პუტინის მძევალი. ალბათ იმას, რომ დღევანდელ ოპოზიციაში აი იქ სადაც მოქმედი ყოფილი და მომავალი ნაცები ერთმანეთს დაესივნენ, რათა გამოიკვლიონ ვინაა ნამდვილი, ვინაა ხელოვნური და ვინ შემოგზავნილი ნაცი. ადრე თუ გვიან სიტუაცია განიწმინდება და დარჩებიან მხოლოდ ჭეშმარიტი იდეალისტები. ეს თვითონ მიხეილმა ბრძანა, დარჩება იდეა და იდეალისტი ხალხი. მე უკვე ვეღარ ხვდები ვინაა მიშას ნაცი, ვინაა გვარამიას ნაცი და ვინაა მელიას ნაცი. მგონი ანი წითლიძე, რომელსაც ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ხედავ სხვადასხვა საინფორმაციო გადაცემაში ვიდრე ირაკლი კობახიძეს, მიშას ნაცია. ის იდეალისტია და იდეას ემსახურება, როგორც ამას სააკაშვილი ამბობს. რაში გამოიხატება იდეა, აი ეს უკვე ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ მე არც უნდა მესმოდეს. ეს შიდა მოხმარებაზეა გათვლილი. იდეა, იდეალიზმი, მღრიე წყალი, მთები და ველები, ანგელოზები და დემონები, დავინჩის კოდები და ვარდის სახელები, მოკლედ ლამაზი სიტყვები, რომელთა უკან აზრის ნატამალი არ არის. მაგრამ ესეც საკმარისია, რომ ნამდვილ, ჭეშმარიტ იდეალისტ ანა წისლიძის ნაცებში გულისძგერამ იმატოს და კიდევ ერთხელ ითქვას,
აი ჩვენი მიშა რა მაგარია. ბოლომდე არ აინტერესებს ფულსა და კუტოკებს. ისე ფულის უარყოფაზე, როდესაც ის ადამიანი ლაპარაკობს ვისმა დედიკომაც თავის დროზე ერთ ლარად ნახევარი საქართველოს შეიძინა, ესეც დიაგნოზია, მაგრამ ის რაც იუპიტერისთვის შეიძლება ჩვენთვის აკრძალულია. ჩვენ ვინ მიგვასუნინებს უნივერსიტეტების და პოლიტექნიკურის ერთ ლარად საყიდლად. არც გვაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ როდესაც მიშა ფულზე უარყოფითად იწყებს ლაპარაკს და სხვას საყვედურობს, ეს ძალიან ამაღელვებელია. ისე კი ეს მისი გზავნილები არასდროს დამთავრდება და გასაგებია რატომაც არა. სააკაშვილი როგორც ყველა ფსიქიკურად არასტაბილური ადამიანი, ჰიპერაქტიურია და მისი გამოკეტვა 4 კედელში ეს პაუზზე უფრო დიდი შტუკაა. იქ სულ არ შეირყეს მეგობრებო, თუმცა მეტი შერყევა რაღაცა. მოკლედ, ღურიე წყალი განიწმინდება და იქიდან როგორც ხვდები, ანი წითლიდზე ამოყვინთავს და გაგვიღიმებს თავისი განუმეორებელი ღიმილით. დიახ, წითლიდზე ამოყვინთავს, მელია კი დაყვინთავს. ცხოვრება დუხს მეგობრებო და წინ დიდი სეირი გველოდება. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.